2024 წლის აგვისტოში ტორი ბრუნონ, რომელიც იმ დროს United Launch Alliance-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო და შესაბამისად SpaceX-ის გარდა ამერიკის ერთადერთი სხვა მნიშვნელოვანი რაკეტების წარმოებლის ხელმძღვანელი, გამოავლინა საყურადღებო რეაქცია Raptor 3-ის პირველი ოფიციალური ფოტოს გამოქვეყნებაზე. მან კომენტარი გამოაქვეყნა, სადაც მიანიშნა, რომ SpaceX-მა ნახევრად აწყობილი ძრავა წარადგინა. მას აკდა ყველა მილი ფლანცი გარეგაყვანილობა, რასაც ის დასრულებული რაკეტის ძრავისგან ელოდა. ბრუნო შეცდა. რაც მან დაინახა, იყო სრული Raptor 3. თითქოს და დაკარგული კომპონენტები ინტეგრირებული იყო, ან ოპტიმიზაციით ამოღებული. რაც ჩვენ აქ წინ გვაქვს, ეს არ არის წინა მოდელის იტერაციული განახლება. ეს არის ძრავა, რომელიც დამკვიდრებულ ინდუსტრიას აიძულებს საკუთარი სტანდარტები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. დღეს ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. ჩვენ მივდივართ იმდენად ღრმად, რამდენადაც შეგვიძლია. როგორ მუშაობს Raptor 3 ზუსტად? სად რა წნევებია? რა ტემპერატურებია? რა მასალებია გამოყენებული? როგორია ნაკად? რა გამარტივდა რეალურად? და რატო ლაპარაკობს მთელი ინდუსტრია იმაზე, რომ ეს ძრავა თაობათა ნახტომია? ჩემი სახელია სირვანი და ეს არის Mars Chronicle. სანამ Raptor 3-ში ჩავიხედათ, უნდა გავარკვიოთ ერთი ფუნდამენტური არქიტექტურული კითხვა. რაკეტის ძრავა უბრალოდ ცუის კამერა და საქშენი არ არის. ეს არის უაღრესად კომპლექსური თერმოდინამიკური სისტემა, რომელიც საწვავს ავზებიდან იღებს, ზოგჯერ უკიდურესად მაღალ წნევაზე ახყავს, კონტროლირებად რეაქციაში წვავს და წარმოქმნილ აირებს დიდი სიჩქარით უკანუშვებს. ზუსტად როგორ ხდება ეს, დამოკიდებულია ეგრეთ წოდებული ძრავის ციკლზე. არსებობს ამ ციკლების სხვადასხვა ოჯახი. არსებობს ღია ციკლები, როგორიცაა გაზგენერატორი ან ტაპოფი, ან დახურული ციკლები, როგორიცაა staged combustion ან expander. ღია ნიშნავს ამ შემთხვევაში იმას, რომ საწვავის ნაწილი არ გადის მთავარ წვის კამერაში. მაშინ როცა დახურულ ციკლებში ყველა საწვავი შიგნიდან გადის მთავარ წვის კამერაში, ეფექტურობის უმაღლეს კლასში ყველაზე მაღლა დგას staged combustion-ის ციკლის ვარიანტი, სახელად full flow staged combustion. გერმანულად ამას უწოდებთ სრულნაკადიან საფეხუროვან წვას. უხეშია, მაგრამ ზუსტი. Raptor-ი იყენებს ამ ციკლს. რა ხდის full flow staged combustion-ს განსაკუთრებულად, ეს ყველაზე კარგად შეიძლება აიხსნას ერთი რიცხვით. კოსმოსური ფრენების მთელ ისტორიაში მხოლოდ 3 ძრავა იქნა შემუშავებული, რომლებმაც ეს ციკლი სინამდვილეში სატესტო სტენდზე აამუშავეს. პირველი იყო საბჭოთა RD 260-60-იან წლებში. ის არასდროს გაფრენილა და პროგრამა შეწყდა. მეორე იყო Integrated Powerhead Demonstrator, რომელიც Aerojet Rocketdyne-მა შექმნა. ეს იყო ერთობლივი პროექტი NASA-სთან 2000-იანი წლების დასაწყისში. არც ეს გაფრენილა. მესამეა Raptor. ეს ერთადერთი სრული ნაკადის ეტაპობრივი წვის ძრავაა, რომელიც ოდესმე ოპერაციულად გაფრენილა. და Raptor 3-ით SpaceX სრულყოფს ციკლს, რომელზეც მსოფლიოს უდიდესი ძრავების ინჟინრები 60 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. ამჟამად Stoke Space-ში Zenith-ით, Ursa Major-ის Aerowave-ით, Landspace-ის BF-BF-20-ით და New Frontier Aerospace-ის Mjolnir-ით კიდევ 4 ასეთი ტიპის ძრავა ვითარდება. მოდით ახლა გავიგოთ, რატომ არის full flow staged combustion განსაკუთრებით Raptor-ის ვერსიაში ასეთი მაგარი. კლასიკურ ტრადიციულ სარაკეტო ძრავაში, თქვათ, RD-180-ში, რომელიც დღემდე ამოძრავებს Atlas ხეს. მხოლოდ ერთი წინასწარი წვის კამერაა. ეს წინასწარი წვის კამერა პრინციპში პატარა წვის კამერაა, რომელიც ცვავს საწვავის ნაწილს და მიღებული ცხელი აირით ამოძრავებს ტურბინას. ეს ტურბინა თავის მხრივ ამოძრავებს საწვავის ტუმბოებს, რომლებიც რეალურ საწვავს აწვევიან მთავარ წვის კამერაში. და რაც იქ ხდება, აბსურდულ სახეს იღებს. აბსურდია. ერთის მხრივ RD-180-იც საფეხუროვანი წვაა. ანუ, სურთ რომ ტურბინიდან გამოსული გამონაბოლქვი მთავარ წვის კამერაში კიდევ უფრო დაიჭვას. ამისთვის ტურბინიდან გამოსვლის შემდეგაც ამ გაზებს უნდა ჰქონდეთ ისეთი მაღალი წნევა, რომ მთავარ წვის კამერაში შეყვანა შეძლო. მთავარ წვის კამერაში RD-180-ის შემთხვევაში წნევა არის 267 ბარი. ხახუნის დანაკარგები და განდვირთვა.
ტურბინაზე განტვირთვის გათვალისწინებით ნარევს საწყის ეტაპზე ორჯერ მეტი წნევა უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს კიდევ უფრო შთამბეჭდავია. როცა ამერიკელებმა პირველად შეძლეს RD-180-ის გამოკვლევა, ეს მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ისინი გაოცებულები დარჩნენ. რუსებმა შეძლეს განეხორციელებინათ ღარიბი წინასწარი წვა. ვინც ძრავებში ერკვევა, იცნობს ღარიბ წვას. ამ შემთხვევაში ჰაერისა და საწვავის ნაზავს იმდენი ჰაერი აქვს, რომ მეტი ჟანგბადია, ვიდრე საწვავის რაოდენობას შეუძლია დაიწვას. ახლა განსაკუთრებულად აჟვერს. სხვაობა იმაშია, რომ ჰაერი 80%-ით აზოტისგან შედგება და ეს აზოტი ღარიბითვისას ჟანგბადს ბევრ უსარგებლო რეაქციაში მონაწილეობას უშლის. თუმცა რაკეტის ძრავებში ხშირად სუფთა ჟანგბადს იღენებენ და ჟანგბადის და აზოტის ნაზოტის ტენზავი ოთახის ტემპერატურაზე უკვე საშიშია. ის ძალიან მარტივად რეაგირებს ჩვენს გარშემო არსებულ თითქმის ყველაფერთან, მაგალითად ჟანგი ამის შედეგია. თუმცა წინასწარი წვის კამერაში ტემპერატურა დაახლოებით 600 გრადუსია, 600 გრადუსი ცელსიუსით და მხოლოდ მცირე ნაწილი ჟანგბადის RD-180-ის შემთხვევაში იწვის იწონ კეროსინთან ერთად. დაუკავშირებელი ცხელი ჟანგბადი ძალიან აქტიურია. მაგრამ ძალიან. მას სურს მჭიდრო კავშირი თითქმის ყველაფერთან და ყველასთან მის გარშემო. მაგალითად, ფოლადი. ჩვეულებრივი უჟანგავი ფოლადი კარგად უძლებს თბილ ჰაერს და არ ჟანგდება. მაგრამ 600 გრადუსზე ისიც სუსტდება. აქ რუსებმა შენადნობი იპოვეს, რომელიც მაინც არ ნებდება. შენადნობი, რომელსაც ამერიკელები დიდი ხანია ეძებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამდე ვერ იპოვეს. ეხლა შეიძლება იკითხოთ, რატომ არ აიღეს რუსებმა უბრალოდ კეროსინის ნაკადი და არ გამოიყენეს წინასწარი წვისთვის. საბოლოოდ საწვავით მდიდარი წვა თელ ჟანგბადს დააკავშირებდა და ცხელი კეროსინი, როცა ჟანგბადი აღარ არის, აღარ ცდილობს სხვა ნივთიერებებთან შეერთებას. პრობლემა კეროსინთან ის არის, რომ ის სუფთად არ იწვის და ამიტომ შეიძლება ტურბინა ჭვარტლის ნაწილაკებით დაიხშოს. ეხლა გვაქვს წყალბადი, ან როგორც რაპტორის შემთხვევაში, რეპტომეთანე, რომელიც მდიდარი ნარევის სახით სუფთად იწვის. შესანიშნავია. მაშ, რატომ არის ასეთი დიდი აუზაური full-flow სკამ? ეს ნიშნავს, რომ ორივე ნივთიერება, ანუ ჩვენ შემთხვევაში ოქსიდატორი, ანუ ჟანგბადი და საწვავი, ანუ მეთამი, წინასწარ იწვის. თუ ცოტა შეშლილი ხარ და ფიქრობ, რომ 267 ბარი მთავარწვის კამერაში საკმარისი არ არის, მხოლოდ ჟანგბადით ან მხოლოდ მეთამით წინასწარ წვისას სწრაფად აღწევ ტემპერატურის ზღვარს, თუნდაც შენადნობმა ცხელი ჟანგბადი შეიძლება გაუდლოს, ფოლადი ზოგადად 600 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზე ნელ-ნელა კარგავს სტაბილურობას და უკვე მხოლოდ სიცხისგან ძლიერ ზიანდება. სული ნაკაბის საფეხუროვანი წვა სწორედ ამ პრობლემას ელეგანტურად აგვარებს. წინასწარი წვის კამერის ნაცვლად ახლა ორი არსებობს. ერთი მუშაობს მეტანის ჭარბობით, რომელიც მეტანის ტურბოპომპას ამუშავებს. მეორე კი მუშაობს ჟანგბადის ჭარბობით, რომელიც ჟანგბადის ტურბოპომპას ამუშავებს. ორივე მუშაობს გაცილებით დაბალ ტემპერატურაზე, ვიდრე ერთი წინასწარი წვის კამერა იმუშავებდა, რადგან თითოეულ მათგანს მხოლოდ ტურბოპომპის სამუშაოს ნაწილი უწევს შესასრულებლად. ეს ნიშნულოვნად ახანგრძლივებს ტურბინების ექსპლუატაციის ვადას. და ეს ნიშნავს რაღაც ძალიან სპეციფიკურს წვის პროცესისთვის. თელი საწვავი, ანუ მეთანი და ჟანგბადი გადის წინასწარ წვის ეტაპს, სანამ მთავარ წვის კამერაში შევა. ორივე საწვავის ნაკადი შემდეგ უკვე აირის ფორმაშია. არა თხევადი, არამედ აირის ფორმაში. და მათ უკვე ენერგია აქვთ მიღებული. ეს არის მთავარი იდეა. როდესაც თხევადი მეთამი ხვდება თხევად ჟანგბადს, ჯერ უნდა აორთქლდეს, შემდეგ შეერიოს და ბოლოს აალდეს. როდესაც აირადი მეთამი ხვდება აირად ჟანგბადს, ისინი პრაქტიკულად მყისიერად ერევიან და კიდევ უფრო სუფთად იწვის. ამის შედეგად მთელი ენერგია უკვე წვის კამერაში თავისუფლდება და აქ ყველაზე ეფექტურად შეიძლება მისი გამოყენება. კარგი იქნებოდა, რომ ფირისებურ გაგრილებაზე მუშაობა არ დაგჭირდებოდა, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ. ზუსტად ამას აკეთებს Raptor 3. თუ ეს შენც ისე არ გაფრთხილებს როგორც მე, დააჭირე ახლა ჰაიპის ნიშნულს თუ გაქვს. თუ არა, ლაიქი, გამოწერა ან კომენტარი არხს ძალიან დაეხმარება. დღეს ტექნიკურ დეტალებში შევალთ, ისე როგორც აქამდე არ გაგვიკეთებია. ვინც ბოლომდე დარჩება ბოლოს, full flow staged combustion-ზე უფრო მეც გაიგებს, ვიდრე გერმანულენოვან სივრცეში 80% კოსმოსური თემატიკის ინფლუენსერი. გპირდებით. გმადლობთ და გავაგზავნთ.
ეხლა მოდი საწოლს ძრავში დავყვეთ. ეს ხომ საუკეთესო გზაა, რომ გავიგოთ რა ხდება. ყველაფერი იწყება რაკეტის ავზეკში. უსტეში მოთავსებულია 2700 ტონა თხევადი ჟანგბადი, რომლის ტემპერატურაც -183 გრადუს ცელსიუსზე ნაკლებია. და 700 ტონა თხევადი მეთანი, რომლის ტემპერატურაც -162 გრადუს ცელსიუსზე ნაკლებია. ორივე ძლიერ გაცვიებულია, ან დუღილის წერტილზე დაბალია, რაც მათ უფრო მკვრივს ხდის და შესაბამისად მასის ნაკადებს ზრდის. თითოეულ 33 ბუსტერის ძრავში 2 ტურბოტუმბო ამ რეზერვუარებიდან საკუთარ ძილს იღებს, 1 თხევადი ჟანგბადის ტუმბო და 1 მეთანის ტუმბო. შეფარდება ჟანგბადის სასარგებლოდ დაახლოებით 3.6 ერთთანა. ცოტა მეთანი განზრახ იკარგება, რადგან ქიმიის წყალობით სპეციფიკური იმპულსი კიდევ რამდენიმე პროცენტით იზრდება. პომპები იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც აქვთ, ძალიან პატარა. რაპტორის ტურბოპომპა წუთში 45,000-ზე მეტ ბრუნს აკეთებს. სისტემაში წამში დაახლოებით 180 კილოგრამ მეთანს და დაახლოებით 660 კილოგრამ ჟანგბადს ატარებს. 2 წამში რაპტორში გადის პასატკომბის წონა. ტურბოპომპები ამ პროცესში დაახლოებით 800 ბარის წნევას ქმნიან. ყველაფერი მიედინება ქვედა მიმართულებით და მუშაობს დაბალ წნევაზე. ასე არის დაპროექტებული, თორემ სხვანაირად ის საპირისპირო მიმართულებით მიედინებოდა. და გაითვალისწინეთ, რომ მთავარწვის კამერაში Raptor 3-ის ჯერ კიდევ დაახლოებით 350 ბარი აქვს. ეხლა მოდის პირველი ხრიკი. სანამ საწვავის მთავარი ნაკადი ძვის კამერაში შევა, ის 2 წინაწვის კამერაში გადის. ლოქსის წინაწვის კამერა იღებს თითქმის მთელ ჟანგბადს პლუს მცირე რაოდენობის მეთანს. მეთანის წინაწვის კამერა იღებს თითქმის მთელ მეთანს პლუს მცირე რაოდენობის ჟანგბადს. ორივე ინთება, ერთი ჟანგბადით მდიდარი წვისას, მეორე კი მეთანით მდიდარი წვისას. ტემპერატურები იმ კრიტიკულ ზღვარს ქვემოთაა, რომელიც ტურბინის ფრთების მასალას გაანადგურებდა, რადგან ნარევის თანაფარდობა სტიქიომეტრიული ნარევისგან შორსაა. ამ ორი წინაწვის კამერიდან გამოსული ცხელი აირები ამოძრავებს ტურბინებს, რომლებიც თავის მხრივ ამოძრავებენ ტუმბოებს. ეს არის თვით შემანარჩუნებელი სისტემა. ტუმბოები საწვავს ატარებენ წინაწვის კამერებში. წინაწვის კამერები ტუმბოებისთვის ენერგიას აწვდიან. მაგრამ ეხლა გადამწყვეტი მომენტია. ეს ცხელი აირები არ გამოიდევნება, ისინი აგრძელებენ მოძრაობას. ორივე ნაკადი მთავარწვის კამერაში შედის. იქ ისინი ერთმანეთს ერევა, აირი აირთან და ასრულებს წვის ბოლო ეტაპს. ზუსტად ეს არის ეტაპობრივი წვა, ან წვა ეტაპებად. და რადგან აქ არაფერი უშედეგოდ არ იკარგება, ძრავა აღწევს თავის უკიდურეს ეფექტურობას. და აქ კიდევ რაღაც ხდება, რაც ამ სისტემის მთელ ელეგანტურობას აჩვენებს. იმ დროს, როცა საწვავს ავზებიდან ისრუტავენ, თვითონ ავზებში პრობლემა ჩნდება. ისინი ჩამოიშლებოდნენ. წარმოიდგინე პლასტმასის ბოთლიდან ისრუტავ ისე რომ ჰაერი ვერ შედის. ის იკუმშება. რაკეტისთვის, რომელსაც 3400 ტონა საწვავი აქვს თხელკედლიან ფოლადის ავზებში, ეს კატასტროფული იქნებოდა. ამიტომ ავზებში წნევა აქტიურად უნდა შენარჩუნდეს. იმ დროს, როცა ისინი გიჟურის სიჩქარით იცლება. ამ პრობლემის კლასიკური გადაწყვეტაა ჰელიუმი. შესაბამისად, იღებ გარედან შენახულ ჰელიუმს მაღალი წნევის ბალონებიდან და უშვებ მას ავზებში, მაშინ როცა საწვავი იღვრება. მუშაობს. მაგრამ აქვს სამი პრობლემა. ჰელიუმი ძვირია, მთელ მსოფლიოში იშვიათია და ჰელიუმის ბალონებსაც აქვთ მასა, რომელიც სინამდვილეში სასარგებლო დატვირთვას უნდა მოახმარო, მაგრამ რა კავშირი აქვს ამას რეპტორებთან? SpaceX-მა ამ პრობლემისთვის უკიდურესად ელეგანტური გადაწყვეტა იპოვა. და ეს არის ავტოგენური წნევის უზრუნველყოფა. ეს ასე მუშაობს. სანამ მეთანი და ჟანგბადი წინასწავიწვის კამერებში შევა, მათი მცირე ნაწილი გვერდზე გადადის. ეს ნაწილი ძრავიდან დარჩენილი სითბოთი ორთქლდება. ეს ისედაც ხდება რეგენერაციული გაგრილების გზით. ასე წარმოქმნილი აირები, აირადი მეთანი და აირადი ჟანგბადი, შემდეგ უკან შესაბამის ავზებში მიედინება. ისინი ავსებენ იმ სივრცეს, რომელიც ამოტუმბული საწვავისგან თავისუფლდება და ამით წნევას მუდმივ სინარჩუნებენ. მაგრამ ესეც მარტივი არ არის. რადგან ავზებში ასეთი ცხელი აირი ხვდება კრიოგენულ სითხეს. ამიტომ დროთა განმავლობაში სითხე თბება, ხოლო აირი გრილდება. შესაბამისად წნევა იკლებს.
თუ სითხე ირხევა, შეიძლება მოულოდნელი წნევის დაცემა მოხდეს. ეს ყველაფერი გადასაჭრელია, მაგრამ უნდა იყოს გათვალისწინებული და ზუსტად კონტროლირებული. ამგვარად, ძრავა არა მხოლოდ საკუთარ თავს ამარაგებს ენერგიით, არამედ ერთდროულად ტანკებსაც წნევის ქვეშ ამყოფებს, საიდანაც იღებს საწვავს. ეს არის დახულული ციკლი. არ არის საჭირო გარე ჰელიუმი, არც დამატებითი სისტემა. მხოლოდ საწვავის ნაკადიდან მცირე გაშტოება, რომელიც პრობლემას ელეგანტურად აგორებს. ისევიდივე პრინციპია. გამოიტოვო ის, რაც ინტეგრირებადია. როგორც წარმოიდგენ, ესეც უზარმაზარი მიღწევაა. სწორ რაოდენობის გაზის წარმოქმნა და მისი ტანკებში გადატანა. რადგან არც ზედმეტი და არც ნაკლები წნევა არ გინდა. ყველა ეს პარამეტრი ზუსტად დაბალანსებული უნდა იყოს. მხოლოდ ამის გაფიქრებაც კი მაძლევს გადაღლილობის შეგრძნებას. თავართვის კამერაში წნევა 350 ბარს აღწევს. ეს დაახლოებით 350 ჯერ მეტია, ვიდრე ზღვის დონეზე ატმოსფერული წნევა. შედარებისთვის, ცნობილი F1 ძრავა Saturn V-ი, რომელმაც Apollo მთვარეზე მიიყვანა, მხოლოდ 70 ბარის კამერის წნევას ქმნიდა. Space Shuttle-ის მთავარი ძრავა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავისი დროის ტექნოლოგიურად ყველაზე შთამბეჭდავი ძრავა იყო, 207 ბარის წნევას ქმნიდა. Raptor 2-მა 300 ბარს მიაღწია. Raptor 3 ზღვარს 350 ბარამდე წერს. ეს ფიზიკურად თითქმის იმ ზღვარზეა, რაც ამჟამინდელი მასალებით საერთოდ შესაძლებელია. სუის კამერაში ტემპერატურა დაახლოებით 3250 გრადუს ცელსიუსს აღწევს. ეს უფრო მაღალია, ვიდრე მეტალების უმეტესობის დნობის წერტილი. ფოლადი დნება 1500 გრადუსზე. ვოლფრამი, ყველაზე სიცხეგამძლე ლითონი, დნება 3422 გრადუსზე. ეს ნივთიერება მაგალითად ნათურებში გამოიყენება. სანამ ნახავთ, როგორ უძლებს ძრავა ასეთ ტემპერატურებს, უნდა შევეხოთ Raptor-ის ძრავის ალბათ ყველაზე რთულ ფაზას. გაშვებას. რადგან ძრავა სტაციონარულ რეჟიმში არის დაბალანსებული თერმოდინამიკური სისტემა. მაგრამ როგორ აღწევს ის იქამდე? და რათან მიმდევრობით? ამუშავების პროცესი სუბსეკუნდრულ დიაპაზონში ცეკვას ჰგავს, სადაც ყველაფერი ძალიან კონკრეტული ქორეოგრაფიით უნდა წარიმართოს. თუ თუნდაც ერთი კომპონენტი თავის საქმეს მეათედი წამით ადრე ან გვიან შეასრულებს, ძრავა იმ მდგომარეობაში გადავა, რომელსაც ინდუსტრიაში RUD-ს უწოდებენ. Rapid Unscheduled Disassembly. სწრაფი დაუგეგმავი დაშლა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ის ფეთქდება. სეკვენციას ორი ფაზა აქვს და ორივე რთულია. პირველი ფაზა არის მომზადება. ტანკებში საწვავი ძალიან ცივია, ეს უკვე ვიცით. თუ ის ტვინტუმბოებს ან მილებს შეხვდება, მხისიერად აორთქლდება და წარმოქმნის ორთქლის ბუშტებს, რომლებიც ტურბოტუმბოებს წამებში გაანადგურებდნენ. SpaceX-ი ამის გამო ძრავს გაშვებამდე რამდენიმე წუთით ადრე აქტიურად აციებს, მცირე რაოდენობის საწვავს სისტემაში ატარებს. ეს არის კონტროლირებადი წვეთი, რომელსაც Starship-ის გაშვებისას ძრავების ქვეშ ხებთ. ეს არ არის გაჟონვა, არამედ ძრავის გაციცივება. პარალელურად ტურბოპომპები უნდა დატრიალდეს ნამდვილი ანთების დაწყებამდე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შემომავალი საწვავის ნაკადს ვერ გაატარებდნენ. ამისთვის ისინი მაღალი წნევის ჰელიუმით ან ცივი საწვავის აირებით მოკლედ უბერავენ, გაშვებისას მიწიდან მიეწოდება, ხოლო ხელმეორედ შესვლისა და დაფრენისას საკუთარ CO2 ავზებიდან ბორტზე ან ნახშირბადის ბოჭკოთი შემოხვეული მაღალი წნევის ჰელიუმის ბალონებიდან. მეორე ფაზა არის ნამდვილი ანთება. პირველად წინასწარი წვის კამერები ინთება ელექტრული ნაპერწკლის ანთებით. ცხელი აირები მიედინება ტურბინებში, ტურბინები ამუშავებს თუმბოებს, გარე ძრავა იდიშება. სისტემა გადადის თვითმდგრად რეჟიმში. წამებში გაზისებრი წინასწარი წვის გამონადენები თავარ წვის კამერაში ერთმანეთს ხვდება და ინთება. სრული ბიძგი. გასაოცარი ის კი არ არის, რომ ეს მუშაობს. გასაოცარია, რომ ეს ერთდროულად 33 ძრავაზე უნდა იმუშაოს. თუ ერთ-ერთმა ძრავმა თავისი სეკვენცია სწორად არ დაასრულა, ის გამორთავს სისტემიდან და ბუსტერი 22 ძრავით დაიწყებს. 3 მარცხი უკვე არასასიამოვნოა. 10 ნიშნავს, რომ გაშვება არ მოხდება. პარალელური ამუშავება მთელი ფრენის ყველაზე რთული მომენტია. და ამავე დროს ეს არის ეკონომიკური არგუმენტი 33 ძრავისთვის. რეზერვი. ზუსტი წამების ქორეოგრაფია SpaceX არასდროს გაუმჟავნებია საჯაროდ. რაც ახლა აღწერე არის რეკონსტრუირებული თანმიმდევრობა, საჯარო განცხადებების, სატესტო ჩანაწერებისა და ზოგადად ცნობილი სრული ნაკადის ეტაპობრივი წვის პრინციპების მიხედვით.
ეხლა გადავიდეთ კითხვაზე, როგორ უძლებს ძრავა ამ წარმოუდგენელ ტემპერატურებსა და წნევებს. პასუხი: რეგენერაციული და ფიუმური გაგრილება. ცვის კამერისა და საქშენის კედლები მასიური არ არის. ისინი გადაჭრილია ცვრილი არხებით, რომლებიც პარალელურად მიედინება გარე კედელთან. მანამდე სანამ მეთანს წინასწართვის კამერებში ჩატუმბავენ, ის ჯერ ამ არხებში მიედინება. ცივი მეთანი, რომელიც კვლავ -160 გრადუსთან ახლოსაა. ამ პროცესში იღებს სითბოს ცვის კამერის კედლებიდან. ის აქტიურად აგრილებს კედლებს, ამავე დროს კი თვითონ თხევადი მდგომარეობიდან აირად მდგომარეობაში გადადის. ეს სრულიად ელეგანტურია. შენ იღებს სითბოს, რომლისგანაც სხვანაირად უნდა გაგეთავისუფლებინა თავი და აბრუნებ მას საწოვში. ორმაგი სარგებელი. საწოვის კამერა არ გადახურდება და მეთანი წინასწარ გახურებული მიდის წინათვის კამერაში, რაც ცვის ეფექტურობას კიდევ უფრო ზრდის. Raptor 3-ში ეს მექანიზმი დრამატულად გააფართოვეს. თუ Raptor 1-ისა და Raptor 2-ის ჯერ კიდევ ბევრი გარე კომპონენტისთვის ცალკე სითბოს ფარი სჭირდებოდა, Raptor 3-ში ყოფილი გარე მილები მთავარ სტრუქტურაში გადაიტანეს და ისინი ძრავის სხვა კომპონენტებსაც აგრილებენ. ახლა ისინი პირდაპირ რეგენერაციული გაგრილების მარშრუტში მდებარეობს. ამით სითბოს ფარი ზედმეტი გახდა. სრულად. არც შემცირებული, არც გამარტივებული, არამედ მთლიანად ამოღებული. ხოლდამ ერთმა ნაბიჯმა SpaceX-ის თქმით, თითოეულ ძრავაზე დაახლოებით 1 ტონა მასა დაზოგა, თუ შესაბამისი აპარატის კომპონენტებსაც მივითვლით. სულ 39 ძრავა თითო სტეკზე, ანუ 33 ბუსტერზე და 6 ხომალდზე. ეს ნიშნავს 39 ტონა მასის დაზოგვას. 29 ტონამ, რომელიც ახლა სითბოს ფარების ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იქნას ტვირთისთვის ან საწვავისთვის. ეს მეტია ვიდრე მთელი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის წონა, როცა ის ლაგრანჟის მეორე წერტილში გაეშვა. თუმცა ეს გაგრილება მარტო არ არის საკმარისი ცვის კამერის ყელისთვის, ანუ იმ ადგილისთვის, სადაც ცვის კამერა ნასოსში გადადის. აქ დამატებით მეთანი პატარა ხრელებით პირდაპირ აივის ნაკადში შეიწყობა, რათა კედელი გამვლელი სიცხისგან დაიცვას. ზუსტი თვალსაზრისით ამით Raptor-ი აღარ არის სულად დახურული ციკლი, რადგან გაგრილების მეთანი დაუწვავი გამოდის. მაგრამ წნევის მომატება ეფექტურობის დანაკარგს ბევრად აჭარბებს. არსებობს აზროვნების იწონთ ფანქში, რომელიც ყველა მართლაც გარდამტეხი ინჟინერული პროდუქტის საერთო თვისებაა. გამოტოვო ყველაფერი, რაც დამატებით ღირებულებას არქმის. Raptor 3-ზე ასობით გარე კომპონენტი იქნა აღმოფხვრილი, რადგან მათი ინტეგრირება შესაძლებელი იყო. ცვის კამერა აგრილებს ცვის არეს. მეთანი წინასწარ თბება. სითბოს ფარი მთლიანად გაუქმდა. არაფერია დარჩენილი, რაც აუცილებელი არ არის. ზუსტად ამ ფილოსოფიას იზიარებს ამ ვიდეოს სპონსორიც. ნუ კი, აუსტრიული კომპანია Grazidან 2015 წლიდან აწარმოებს Smart საკეტს, რომელიც ზუსტად ამ იდეას კარის საკეტზე ავრცელებს. არაფერი არ გჭირდება გასაბურღი, არაფერი არ გჭირდება შეარჩევდება შესაცვლელი და არ გჭირდება საკეტის ხელოსანი. ნუკის Smart ბოკლომი უბრალოდ შიგნიდან მაგრდება შენს არსებულ კარის საკეტზე. 5 წუთზე ნაკლებში Smart Lock Pro-ზე, 15 წუთზე ნაკლებში Smart Lock Ultra-ზე. უწვეთი, უჭრელი, უქიდაუნობის ხელშეკრულების დარღვევის გარეშე. შემდეგ რაც გაქვს, ეს არის შენი კარი, მაგრამ უფრო ჭკვიანი. ის ავტომატურად იღება, როცა მიუახლოვდები, auto unlock-ის წყალობით. შეგიძლია მართო ის smartphone-ით, smart საათით, ანაბეჭდით ან 6 ნიშნა კოდით. შეგიძლია ოჯახის წევრებს ან ხელოსნებს სუდომა მიანიჭო აპლიკაციით. დროებით, ნებისმიერ დროს შეგიძლია გააუქმო. და თუ ვინმე კითხავს უსაფრთხოა თუ არა ეს, ნუკი ავსტრიაშია შექმნილი, ევროპაში იწარმოება და შესაბამისად მსოფლიოს ყველაზე მკაცრ მონაცემთა დაცვის სტანდარტებს ექვემდებარება. ევროპაში წარმოებული აქ ხავისხის გარანტიას ნიშნავს. თუ გსურთ თქვენი კარის საკეტის განახლება ისე, რომ ბინის მთლიან სტრუქტურას არ შეცვლით, ნუკის მუს ქვემოთ აღწერაში იპოვით. ან უბრალოდ ამ QR კოდის საშუალებით აქ. კოდით მას ხრონიკენ მიიღეთ 15 ლარიან ფასდაკლებას Smart Lock Pro-სა და Smart Lock Ultra-ზე. ეხლა დაუბრუნდეთ Raptor-თან. აბა სად ვიყავით? სითბოს ფარზე, რომელიც ზედმეტი გახდა. მაგრამ ეს ერთადერთი რადიკალური ნაბიჯი არ არის Raptor 3-ზე. მოდი გადავხედოთ წარმოებას. Raptor 1 კლასიკურ სტილში აშენდა. ბევრი ცალკეული კომპონენტი, შედუღების ნაკევები, ფლანცები, ხრახნიანი შეერთებები, ასობით ნაწილი, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა დამზადებულიყო, შემოწმებულიყო და აწყობილიყო. ეს იყო ძვირი და ნელი. Raptor 1 დაახლოებით $2 მილიონი ღირდა თითოцалე.
ბუსტერზე 33 ძრავით. ეს არის 66 მილიონი დოლარი. პლუს კიდევ 6 ძრავი ჩიპისთვის, ან დამატებით კიდევ 12 მილიონი დოლარი. სულ 78 მილიონი დოლარი ფითოსტეკზე. მხოლოდ ძრავებისთვის. Raptor 2-ზე SpaceX-მა დიზაინი ძირეულად შეცვალა. შედუღების ნაკელებმა ბევრი პლანეტი ჩაანაცვლა. სენსორები გააერთიანეს, ტურბომანქანა თავიდან დააპროექტეს. ამან RTU-ის ფასი დაახლოებით 1 მილიონ დოლარამდე დაიყვანა. ნახევარი. მაგრამ ეს მხოლოდ მომზადება იყო. Raptor 3-ით SpaceX-მა წარმოება სხვა დონეზე აიყვანა. აქ მასშტაბურად გამოიყენება სამგანზომილებიანი ბეჭდვა. არა იმ გაგებით, როგორც ჩვენ სახლში ჰობი პრინტერზე ვიცით, არამედ ლაზერული ფხვნილის ფენის შერწყმა და ბაინდერ ჯეტინგი. ესე იგი, ინდუსტრიული მეტალის ბეჭდვის მეთოდები, რომლითაც მთელი კომპონენტები ერთიანად მზადდება, რომლებიც ადრე ათეულობით ცალკეული ნაწილისგან იყო აწყობილი. მაგალითად, ტურბოპომპის კორპუსი Raptor 3-ში ერთიანი მონოლითურად დაბეჭდილი დეტალია. არანაირი შედუღების ნაკერები, არანაირი შესაძლო გაჟონვის წერტილები. ინჟექტორის ფირფიტა, ან ის დეტალი, რომელიც საწვავს კონტროლირებულად შეხავს წვის კამერაში. Raptor 3-შიც ერთიანი დაბეჭდილი ნაწილია ჩაშენებული გაგრილების არხებით. საერთო ჯამში Raptor 3-ის დაახლოებით 30-ით ნაკლები დეტალი აქვს ვიდრე Raptor 2-ის. და გამარტივების შედეგად ფასი კიდევ უფრო მცირდება. დაახლოებით 250,000 დოლარამდე თითო ძრავაზე. შედარებისთვის, Space Shuttle-ის მთავარი ძრავა, რომელსაც ასევე იყენებს SLS-იც, ანუ RS 25 თითოцали დაახლოებით 100 მილიონი დოლარი ღირს. რა ფუმის ფლანგოა? მასალების მხრივ Raptor 3 იყენებს მაღალი წარმადობის შენადნობებს. წვის კამერა და საქშემის კედლები დამზადებულია სპილენძისა და ინკონელისგან, რომელიც ნიკელზე დაფუძნებული სუპერშენადნობია და მაღალ ტემპერატურაზეც კი ძალიან მდგრადია კოროზიის მიმართ. ინკონელი დნება დაახლოებით 1300 გრადუს ცელსიუსზე, მაგრამ აქ რეგენერაციული გაგრილება მუშაობს და ხელს უშლის დნობას. აბსურდულად ჟრერს? თუმცა მსგავს ფენომენს შეიძლება დააკვირდეთ, თუ პლასტიკის პარკს წყლით შეავსებს და სანთებელას მიადებთ. სინამდვილეში პლასტიკი მაშინვე უნდა დადნეს, მაგრამ წყალი იმდენად კარგად აგრილებს, რომ პლასტიკის პარკი სიცხეს უძლებს. იმ კომპონენტებისთვის, რომლებიც სუფთა ცხელი ჟანგბადის კონტაქტში მოდიან, SpaceX-მა საკუთარი შენადნობი შეიმუშავა. SX500. ის სპეციალურად შეიქმნა ჟანგბადით მდიდარი წვისთვის უკიდურეს წნევაზე და უძლებს ჟანგბადის გასს 8 საათი-ბარამდე. ეს საკუთარი შემუშავებაა, რომელიც მსოფლიოს არც ერთ სხვა ძრავაში არ გამოიყენება. რაც Raptor 3-ზე მართლაც შოკის მომგვრელი იყო ინდუსტრიისთვის, არის ყველა ამ ფაქტორის კომბინაცია. ძრავის აშენება, რომელიც თავის წინამორბედებზე მეტ პიძგს იძლევა, ჩვეულებრივი საქმეა. ძღავის აშენება, რომელიც უფრო მსუბუქია, ასევე ჩვეულებრივია. ძრავის აშენება, რომელიც უფრო იაფია, სიზმარივითაა. მაგრამ ყველა სამი ერთად ეს ინდუსტრიაში შეუძლებლად მიიჩნეოდა. Raptor 1-ის წონა იყო 2080 კილოგრამი და ის აწვდიდა 185 ტონა ბიძგს. Raptor 2-ის წონა იყო 1630 კილოგრამი და ის აწვდიდა 230 ტონას. Raptor 3-ის წონა არის 1525 კილოგრამი და ის აწვდის 280 ტონას. ხოლო ნაბიჯზე უფრო მსუბუქი, ძლიერი, იაფი. ინდუსტრიაში ამისთვის ერთი სიტყვა. პოზიტიური უკუკავშირის მარკუში. როცა ყველაფერი ერთდროულად უმჯობესდება, შეგიძლია ყველაფერი ერთდროულად მასშტაბირებაც. სპეციფიკური იმპულსი, ანუ ეფექტურობა ვიც რო გაგებით, Raptor 3-ის შემთხვევაში ზღვის დონეზე 334 წამია, ვაკუუმში კი 350 წამი. შედარებისთვის, მაღალტექნოლოგიური RS-25 ზღვის დონეზე დაახლოებით 366 წამს აღწევს. თუმცა ვაკუუმში ის 452 წამს აღწევს. ამისთვის კი საჭიროა წყალბადი საწვავად, რაც სხვა უამრავ პრობლემას იწვევს. სხვათა შორის SpaceX-ის პირველი იდეები Raptor-ისთვისაც წყალბადზე იყო დაფუძნებული. თუმცა პრაქტიკული მიზეზების გამო ამაზე უარი თქვეს. მაგრამ ამ დეტალებზე საუბარი ამ ვიდეოსთვის ცოტა ზედმეტია. Raptor 3-ის ვაკუუმური ვერსია, რომელიც დიდი ნოზლით არის აღჭურვილი ვაკუუმში მუშაობისთვის, მომავალში უნდა მიაღწიოს 380 წამიან ISP-ს. მაგრამ მას კიდევ ცოტა მუშაობა სჭირდება. ამჟამად ეს უფრო დაახლოებით 370 წამია. და ელონ მასკმა საჯაროდ განაცხადა, რომ Raptor 3 ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ვერსია.
მომავალ ვერსიებს უნდა მიაღწიონ 300 ტონა ბიძგს და ბიძგის მასის მიმართ შეფარდებას 200-ზე მეტს. ეს იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც კი ოდესმე ჰქონია სარაკეტო ძრავას. მოდით შევხედოთ ტესტირების სიხშირეს, რადგან ეს არანაკლებ შთამბეჭდავია ვიდრე ტექნიკური მონაცემები. 2026 წლის აპრილამდე SpaceX-მა ჯამში 600-ზე მეტი Raptor-ის ძრავა აწარმოა. ბოლო 2 წლის განმავლობაში Raptor 3-ის კონფიგურაციებით ტესტირების სტენდზე ჯამში 40,000 წამზე მეტი მუშაობის დრო დაფიქსირდა. ეს ნიშნავს 11 საათზე მეტ სუფთა ძრავის მუშაობას, რომელიც ასეულობით ცალკეულ ტესტზეა განაწილებული. Raptor-ის ტიპური მუშაობის ხანგრძლივობა თითო ტესტზე რამდენიმე წამია, რაც ნიშნავს, რომ McGregor-ში, ტეხასში, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ტესტირების სტენდებზე 1000-ზე მეტი ცალკეული გაშვება განხორციელდა. ბოლო დროს უფრო ხანგრძლივი ტესტებიც დაფიქსირდა. და ჩვენ ყველაფერს ვხედავთ, რადგან NASA Spaceflight-მა ადგილზე კამერები დაამონტაჟა. დაუსაჯერებელია, რა დროში ვცხოვრობთ. სხვათა შორის McGregor-ის შემთხვევითი ადგილი არ არის. ეს არის SpaceX-ის ძრავების ქარხანა 2003 წლიდან. აქ გამოიცადა პირველი მერლინი. აქ დღეს თითოეული Raptor-ი იტესტება, სანამ ბოკა-ჩიკაში ან ფლორიდაში წავა. ქარხანამ წლების განმავლობაში ათეულობით სატესტო სტენდი ააშენა. ყველა პარალელურად შეიძლება გამოიყენო. ზოგიერთ დღეს რამდენიმე Raptor-ის ძრავა ერთდროულად ივსთვება სხვადასხვა კონფიგურაციის და პროფილით. McGregor-ის მიმდებარე რეგიონი ინდუსტრიულ ზონას გავს. მოსახლეობა უკვე შეეჩვია იმ დამახასიათებელ ხმას, რომელსაც ანთებული Raptor-ი გამოსცემს. წარმოების ტემპი ახლა უკვე იმდენად მაღალია, რომ Raptor-ის ძრავები პირდაპირ მარაგისთვის იწარმოება. 2022 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ SpaceX-ი დღეში ერთ Raptor-ს აწარმოებდა. დღეს ეს მაჩვენებელი სავარაუდოდ ბევრად უფრო მაღალია, რადგან Raptor-ი 3 სპეციალურად წარმოებისთვის შეიქმნა. აქ შეიძლება ვსაუბრობდეთ დღეში რამდენიმე ძრავაზე. 33 ძრავა თითო ბუსტერზე და 6 თითო შიბზე, ანუ სულ 39 ძრავა ერთ სრულ სტეკზე. თეორიულად SpaceX შეუძლია დაახლოებით ყოველ 4 კვირაში, ანუ უფრო სწრაფად, სრული ძრავების ნაკრები აწარმოოს. ეს ანიშნავს, რომ SpaceX ძრავის ასაწყობად 24 საათი სჭირდება. არამედ იმას, რომ ყოველ დღე ერთი ძრავა ტოვებს საწარმოო ხაზს. რასაც ეს ეკონომიკურად ნიშნავს, შეიძლება ერთ რიცხვში გამოვხატოთ. თუ თითო ძრავა $250,000 ღირს, მაშინ სრული full stack-ის ძრავების სექცია ნაკლებად $10 მილიონ-ზე ჯდება. დღეს Falcon 9 სასარგებლო დატვირთვას დაახლოებით $3,000 დათვლის თითო კილოგრამზე დაბალ დედამიწის ორბიტაზე. Ariane 6 $5,500, New Glenn $1,700, $1,700. თუ Starship V3 როგორც დაგეგმილია, თითო გაშვებაზე $50 მილიონ-ზე ნაკლები დაждდება და მინიმუმ 100 ტონა ხელახლა გამოსაყენებლად ორბიტაზე აიტანს თითო კილოგრამი დაახლოებით $500 გამოვა. 6 ჯერ იაფია ვიდრე Falcon 9, 10 ჯერზე მეტად იაფია ვიდრე Ariane 6 და New Glenn-თან შედარებითაც 3 ჯერ იაფია. ეს ბაზარს არ ცვლის. ეს ცვლის იმას, თუ რა შეიძლება საერთოდ ჩაითვალოს ბაზრად. დამკვიდრებული კოსმოსური ინდუსტრიისთვის ეს სტრუქტურული პრობლემაა. B4, რომელიც ამოძრავებს როგორც Vulcan-ს, ასევე New Glenn-ს, არის ჟანგბადით მდიდარი ეტაპობრივი წვრის ძრავა, მხოლოდ ერთი წინასწარი ტვის კამერით. Raptor 3-თან შესულების სხვაობა რეალურია და ამას პროგრამული უზრუნველყოფით ვერ ამოავსებ. Tori Brunom საჯაროდ მიანიშნა, რომ Vulcan-ს შესაძლოა გადაკეთება დასჭირდეს, რათა კონკურენტუნარიანი დარჩეს. NASA-სთვის კი პირიქით, მთელი Artemis-ის პროგრამა Raptor 3-ზეა დამოკიდებული. Achilles-ის მთვარის ვარიანტას ორბიტალური საწვავით შევსება სჭირდება. ორბიტალურ გადავსებას სატანკერო აპარატები სჭირდება. სატანკერო აპარატებს მასიური ბიძგის რეზერვები სჭირდებათ. მასიური ბიძგის რეზერვებს Raptor 3 სჭირდება. Raptor 3-ის გარეშე არ იქნება ეკიპაჟიანი დაბრუნება მთვარეზე იმ დროის ფანჯარაში, როცა ეს პოლიტიკურად ჯერ კიდევ შეიძლება გამართდეს. და ყველაზე შორეულ მომავალში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, Raptor 3 მარსს ხედვიდან ინჟინერულ საკითხად აქცევს. SpaceX-მა მარსის მისიები 2026 წლის თებერვალში გადადო. მაგრამ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, ტექნიკური ნაკლოვანება არ ყოფილა. რაც რეალიზაციისთვის ახლა კიდევ აკლია, არის ორბიტალური საწვავის შევსება, სრულად ხელახლა გამოსაყენებელი ხომალდი, მთვარის ბაზა როგორც შუალედური სადგური და ყველაზე მთავარი მეტი ფრენის გამოცდილება თავად Raptor 3-თან. ამ გამოცდილების დაგროვება იმედია 20 მაისს დაიწყება.
არის ერთი მომენტი გასული კვირის SpaceX-ის ვიდეოში, სადაც ჯეიკობ მაკკენზი, რაპტორის ვიცე-პრეზიდენტი, მზაძრავების დღის წინ დგას. ის თავისუფალ თარგმანში ამბობს, რომ რაღაც შეუძლებელია, ეს მხოლოდ მაშინ არის სწორი, თუ ის ფიზიკის კანონებს არ ღვევს. ჩვენ ფიზიკის კანონებს არ ვარღვევთ. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ ისინი რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ. ეს არის მთელი რაპტორის პროგრამის ქვაკუთხედი. მრეწველობა 60 წლის განმავლობაში ცდილობდა სული ნაკადის ეტაპობრივი წვის ციკლი გაემუშავებინა. 60 წლის განმავლობაში ეს ვერ მოახერხეს. SpaceX-მა ფიზიკურად არაფერი ახალი არ აღმოაჩინა. მათ უბრალოდ ფიზიკის კანონები ისე თანმიმდევრულად გამოიყენეს, როგორც მანამდე არც ერთ კომპანიას არ გაუკეთებია. და სწორედ ეს არის ის, რაც დამკვიდრებულ კონკურენტებს ასე აშფოთებთ. საიდუმლო არ არსებობს. არ არსებობს ხრიკი, რომელიც მხოლოდ SpaceX-იც იცის. პატენტები საჯაროა, პრინციპები ცნობილია. მასალები კომერციულად ხელმისაწვდომია. Raptor 3 არ არის უკეთესი ძრავა. ეს სულიად განსხვავებული გაგებაა იმისა, თუ როგორ უნდა ააშენო ძრავა. და ეს არის ნამდვილი რევოლუცია. და ვინც ჩვენი ვიდეო ნახა, ლიპ 71-ზე იცის, რომ შემდეგი რევოლუცია უკვე იწყება. დიდი მადლობა დღევანდელი ვიდეოს სპონსორს ნუკის. გულს ქვემოთ აღწერაში ნახავთ. კოდით MASHCHRONIKEN 15%-იან ფასდაკლებას მიიღებთ Smart Lock Pro და Ultra-ზე. ჩემი სახელია სირვანი და ეს იყო Mars Chronikები. გმადლობთ ყურებისთვის. Per aspera ad astra.